ისრაელი მსოფლიოში მესამე ყველაზე მეტად კიბერშეტევების მსხვერპლი ქვეყანაა, რომელიც იღებს პლანეტაზე ყველა კიბერშეტევის 3.5%-ს. და ინანთან მის ომს ჰქონდა ცეცხლის შეწყვეტები, მაგრამ კიბერსივრცეში ცეცხლის შეწყვეტა არ არსებობს. 2025 წელი რეკორდული იყო. ერთ წელიწადში 26,000-ზე მეტი ინციდენტი დამუშავდა, რაც 2024 წელთან შედარებით 55%-ით მეტია. ეხლა ჩემთან არის ჯუდა თაუბი, Heads Ventures-ის მმართველი პარტნიორი და ისრაელის ერთ-ერთი წამყვანი ხელოვნური ინტელექტისა და კიბერუსაფრთხოების ინვესტორი. რათა განვიხილოთ, რას ნიშნავს ეს ზრდა და საით მიდის თავდაცვითი ტექნოლოგია. გამარჯობა და მადლობა, რომ შემოგვიერთდით. მადლობა მოწვევისთვის. როგორც ახლახან მოვისმინეთ რეკორდების მოხსნის გარდა, ისრაელი ამბობს, რომ უკვე გასულ თვეში 4,800 კიბერინციდენტი დაფიქსირდა. რამდენად სერიოზულია ეს ინციდენტები და რა სპექტრი შეიძლება კონდეს კიბერშეტევებს? დიახ, ეს საკმაოდ სერიოზულია. ეს შეიძლება იყოს შედარებით მცირე შეტევები, მაგალითად, პატარა იურიდიულ ფირმებზე, როცა თავდასხმა უფრო შემთხვევითობის პრინციპით ხდება. მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ვითარდება უფრო სერიოზულ, კოორდინირებულ შეტევებად, რომლებიც დიდწილად სახელმწიფოს მიერ არის ორგანიზებული. და ეს იმიტომ ხდება, რომ კიბერსივრცე ნელ-ნელა ავსებს იმ ნაცრისფერ ზონას, რომელიც ომსა და მშვიდობას შორისაა. ეს ქვეყნებს აძლევს საშუალებას უარყონ პასუხისმგებლობა. ეს საკმაოდ იაფია, განსაკუთრებით მაშინ, როცა მავნე პროგრამას ინფრასტრუქტურაში განათავსებ. და ბოლოს მას არ აქვს მკაფიო საზღვარი აზღვარი. ეს მთელი ეკონომიკაა. გულისხმობ, ჰაკერული საქმიანობა ალბათ ომამდე ცალკე ხდებოდა. ამის შესახებ ადრეაც ვსმენია, მაგრამ ეხლა როგორ ერთვება ირანის რეჟიმი ამაში? ფულს აძლევენ, ცდილობენ ისწავლონ, როგორ შეძლონ კიდევ უფრო მასშტაბური თავდასხმები ისრაელზე. ხო, ასე რომ კიბერთავდამსხმელები ცოტათი სტარტაპებივით იწყებენ მასშტაბირებას. მარტივი ასახსნელად შეიძლება წარმოიდგინოთ, რომ ოდესღაც ხელოსნები იყვნენ. ისინი დამოუკიდებლად მუშაობდნენ, სადაც თითოეულ თავდამსხმელს მთელი ჯაჭვის გავლა თავად უწევდა. ახლა კი ისინი ინფორმაციას იზიარებენ. ასე რომ წარმატებული ტექნიკები, სისუსტეები, თუ ერთი ჯგუფი განსაკუთრებით კარგად წერს მავნე პროგრამას და მეორე უკეთ ახორციელებს თავდასხმას. ეს თითოეულ ჰაკერულ შეტევას, რომელსაც ისინი პოულობენ, უსასრულოდ უფრო ძლიერს ხდის და რეალურად აჩვენებს მას. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, ეს ცოტა ფეხბურთის გუნდს გავს, სადაც დაცვამ უნდა უზრუნველყოს, რომ ყველა დარტმა იყოს დაბლოკილი, ხოლო თავდასხმამ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ მხოლოდ ერთი ბურთი შევიდეს კარში თამაშის მოსაგებად. და როდესაც სახელმწიფო ამდენ სხვადასხვა მოთამაშეს შორის კოორდინაციას ახდენს, ეს კიდევ უფრო საშიში ხდება. ეხლა, რამდენად საშიშია ეს? აქ თუ არა მათ წვდომა, მაგალითად, სახელმწიფო საიდუმლოებებზე, მოსადზე. ეს რეალური შიშია, რომელიც შეიძლება გადაიზარდოს მაგალითად უფრო მეტ ომში და შეეხოს ჩვენნაირ ადამიანებს, ვინც ამ სფეროში არ ვართ. ამიტომ მე განვასხვავებდი შიშს, რომელიც რეალურია და ისრაელი ამას ძალიან სერიოზულად ეკიდება. და ამავე დროს იმ წარმატების დონეს, რასაც ირანელებმა მიაღწიეს, რომელიც ჯერჯერობით საბედნიეროდ გარკვეულწილად შეზღუდული და მინიმალურია, ორი მთავარი ცვლილება, რომელსაც გამოვყოფდი, პირველია ის, რომ ირანელებმა ისწავლეს, რომ კიბერუსაფრთხოება უფრო მომარაგების ჯაჭვის პრობლემას გავს. ერთ დროს შეიძლება გეცადათ მომარაგების ჯაჭვის ყველაზე დიდ, ასე ვთქვათ, ყველაზე მიმზიდველ ნაწილებზე შეტევა, რაც შეიძლება ყოფილიყო, როგორც თქვენ თქვით, მოსადი ან ენერგოკომპანია ან მსგავსი რამ. და დღეს ისინი სწავლობენ, რომ აუცილებელი არ არის პირდაპირ იმ ადგილებზე დაარტყა. შეიძლება ეს იყოს ყველაზე დიდი ადგილი ისრაელში, მაგრამ თუნდაც სუსტი რგოლი. საიურიდიო ფირმა, საბუღალტრო კომპანია ან ვინმე, ვისაც აქვს უნიკალური მონაცემები, რაც შეიძლება უცხოელი ინვესტორების შეშინებას გამოიწვევს. და ეს უკვე უფრო მარტივი სამიზნეა და შეიძლება საკმაოდ დიდი ეფექტი ჰქონდეს. და მეორე საკითხი ისაა, რომ ამას გლობალურადაც ვხედავთ, ხელოვნური ინტელექტის წყალობით თავდაცვაზე ხარჯები, მაგრამ განსაკუთრი შეტρებით კი შეტევაზე სულ უფრო იკლებს. ამიტომ ჩვენ ისრაელში და მალე გლობალურადაც აღმოჩნდებით არმიის წინააღმდეგ, რომელსაც ხელოვნური ინტელექტის ხარჯების შემცირების წყალობით თავისი გავლენის მნიშვნელოვნად გაფართოება შეუძლია. კარგი, იუდა თაუბ, დიდი მადლობა და გილოცავ თქვენს ახალ წიგნს ისრაელის პოტენციალი. ესე რომ შეგიძლიათ ესეც ნახოთ და მეტი გაიგოთ იმაზე, თუ რას თავაზობთ ამ ძალიან რთულ, მაგრამ შემაშფოთებელ სიტუაციაში. დიდი მადლობა.